დუბლიორი, წინა დუბლში ნიკას თავი არ იყო, ამიტომ ახალ დუბლს წერთ. წყალი სადაა? რა წყალი არ ხარ? 5 მიზიდო გავაკეთე. აზიდო გავაკეთე 5. მოგესალმებით, ვართ სვერში, სვერის სათავგადასავლო ბანაკში და აქ არის ძალიან მაგარი ვიაფერატა. ვიაფერატა თუ არ იცით რა არის, როგორც მინიმუმ TikTok-ზე გექნებათ ნანახი, ჩინელები რო დაცოცავენ კლდეზე და ტირიანზე. აი ეგ ამბავი არის. ახლა ქართველები როგორ დაცოცავენ და როგორ ტირია. არც არაფერი ეგეთი არის. არც მე არ ვიტირებ. მე საკმარის არ ვიცი. მე საქმე არ მაქვს ვიტირო. მოკლედ ესეთი რკინებია გამოწეული, ფეხს ადგავ და ხელს კიდე. ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა, ამიტომ აქ სადაც ვიმყოფებით, შეგიძლიათ ოჯახთან ერთად ჩამოხვიდეთ და დასარჩენი ადგილიცაა და მაგარია. და თბილისიდან არის 2 საათი, ესაა ჭიათურის მუნიციპალიტეტი. ეხლა ხო, ეგ ჩავარიხინეთ. ეხლა მეორე ამბავი წინაზე, მაგრამ რა ბავშვებისთვისაც შეიძლება, იცი, მშობლებთან ერთად. ქვი. აბა მე გასულ. მადლობა. ანუ ადამიანი არის მეს. არ გვისმენს. ვახშე არ ვაინტერესებს, საერთოდ უბედურ დღეში ვარ. მოკლედ, მეორე ამბავი. ეხლა აირჩევა, ვინ იქნება უფროსი, ეს ბოსი, მაგრამ აღიზიანებს, თუ რამე უკეთესი იდეა გაქვთ, მოიწერეთ გიხეწებით. კვარცხები. 2 მეთაური. 2 მეთაური, გუროს 2 მეთაური. ხედავთავარი. 2 მეთაური აირჩევა. 2 კაცი ხარ და თქვენი თავარი კი ვიქნები. მოკლედ, შენ წინაზე რო იყავი, ძალიან სუსტი იყავი. ძალიან სუსტი ბოსი. ძალიან სუსტი ბოსი იყავი და ეხლა ვიქნები მე, ზუსტად ვიცი. ვიცოდი. გაემზადეთ ჯოჯოხეთისთვის. კონკრეტულად ნიკა ლებანიძის ჯოჯოხეთისთვის. სხვათა შორის ვიღაცა მომწერა, ერთ-ერთი თქვენთაგანი წერდა, რომ ნიკა შენ თუ იცი რა გელოდება წინო. როცა გოგოები იქნებიანო. ნიკ, წყალი მინდა. ეგ გავაკეთე უკვე. წყალი მინდა. არ გავაკეთებ ახლა. წყალი მინდა. პირველ დუბში მინუცა. აბა, არა. წყალი მინდა. გავაკეთე. წყალი მინდა. მინდა წყალი. აი, მოგიტა. ბოსი ვარ, მოიტანე. ცივი თუ ჰაერი იმის ოთახის ტემპერატურის. ოთახის ტემპერატურის. ახლა. ისე ხო იცი ეგ როგორ არის ხო? წყალი მინდა. კარგი. ჭიქით თუ ბოთლით? წყალი მინდა. მითი გინდა. შუშის ბოთლით. შუშლის ბოთლით. პაკა. ახლა. ავაკეთეთ Instagram-ზე და Facebook-ზე ცალკე არხები რა. ჩენელები რო შევიდიხართ, შეგიძლიათ გამოიწერეთ, სადაც ჩაგიყრით, როდესაც გვაქვს გადაღება პირობითად დღეს, რაღაცებს ვიღებთ და ვყრით იქ და მოკლედ ვინც კადრს მიღმა ამბებს. მიღმა ამბები, რაც არ ხდება, არ ვდებთ არსად რა, უხერხული და ცდები ამბებია. ხო და გახდით რა ჩვენი მეგობრები და გვექნება ესეთ ჩვენი დახურული არხი, სადაც თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ და ფიდბექი და ამბები და ვიმეგობროთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. ისე რა ქვია, მე და შენ რო ფორმაში არ ვარ და 2 ლოქო ვარ წარმოდგენილი, მაგას ისედაც ხედავენ. უბრალოდ კეთილი გამომწერები ყავს და ჯერ არავის არ დაუწერია, რომ გაათონთოლავებული, გასუქებული, ჩასუქებული გალები ხარ და თეთრები რო ვარ, თან ფუმფულა თეთრები რო ვარ, თქვენ და ღუნღულა, დედას ჩასა ნინუც. ხო, მარიშკაკი. შენ ჩემი არ გინახავს. ვიაფერატასთან ერთად გვაქვს კლდეზე ცოცვა. ეგ თავისთავად ძალიან მეც მოგაწოდებიდებს, კაი? სახე გამოძრო და მე არ დამავალო არაფერი, კაი? არ დამავალებ? არა. აი ნახე. ამას მარტო ჭიქა მოაქვს, ჭიქით მოაქვს წყალი. რა ქენი, რა გაუკეთე? დალიო. რა გააკეთე? დალიო. არ მინდა დავლიო. დალიე. ნინუც. რა გაუკეთე? ბოსი ვარ და დალიე. ბოსი ხარ ის. ბოსი ვარ და დალიე. კი. შენ არ იცოდი ბოსობესეს როგორ უნდა მოიქცეთ, რომ მე კი ვიცი. დალია. ბოსობა კი არა. დღეს გაიგე. დაი, ჰეი, ხა, всё. უკაცრავ. გას ხო? ხო, აბაში რა გონია, ჩააფურთხებ და როგორც მინიმუმი. ნიკა მართლა? რა. რა მექენი? არა ბიჭოს არ ეზავდა. კაი, დავიშალეთ ახლა და წავედით საცაცად. გუგასთან. კი, მაგრამ გუგასთან მივიდეთ. წავედი. მოგწყინდა ყველა, დავიწყე. მითხარი ახლა რას ვაკეთებ დღეს? ვიაფერატა რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისთვის, იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემ შულს აქ წამოვიყვანდი და მგონია ძალიან მაგარი გასართობი არის. ბავშვებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის საერთოდ არაპროფესიონალისთვის ძალიან უსაფრთხო არის. ვიაფერატა როგორც ცოცვა და როგორც ნებისმიერი ექსტრემალური აქტივობა თუ ამას პროფესიონალთან ერთად გააკეთებთ. ხო და თქვენ ყავთ ესეთი პროფესიონალები წინასწარ დარეკავენ, ჩამოვლენ და თქვენ წაიყვანთ. კი ბატონო, რა თქმა ჯერ უნდა, კაცი აქ არ მიყარა. არა. გველები გველები არ არის, იცი? ხულიკები ობობები კალიები. კაი ადგილია, გველი არ იცის, უსაფრთხოები ჯერ კაცი არ მანკვდარა. შენ როგორი მოლოდინები გაქვს ჩვენგან?
მე მგონია რომ მოგეწონებათ რასაც დღეს გავაკეთებ და კარგი ემოციები. თავს როგორ გავართმევთ თორე? თავს ჩვენიურად ესეთი შეგრძნება მაქვს და ანუ რთული არ არის. რთული რაღაცები რთულია რაღაცები. სიმაღლის ვისაც საშინია. სიმაღლის ვისაც საშინია იმათვის რთული არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ფორმულირება, ხალხო, ფორმულირება ყველაფერი. საინტერესო. ნიკა, აი თუ შეიძლება, აი აქ გაიარე. მე გადაგიხარ. ბოსიც ესეთი უნდა. გავიარო. თოგზე. ნიკას დაერხა. მე ვერ გავივლი ამ თოგზე რა. დაგეხმარო გინდა? აჰა, всё. მიდი. მიდი ვერ გავია. ეხა ნახოს როგორ უნდა. არა, მე მოდი კაცო. არა, ხელი მოკიდე просто. მოდი აქ, ახლა მოდი. ნუ ჩქარო ფეხი სწორად დაადგი და წინ იყურე. ბებოსავი დადის იქით. მერაბი ჩვენი უხუცესი გიდი ჭიათურაში და მე მგონი საქართველოში. მე მგონი კი. კი. ხო, სიბერეს დაიწყო გიდო. ის ვიცი რომ ის უხუცესი აისელი ვარ. აისელი უხუცესი. ყველაზე ზოვანი აისელი ვარ. რამდენი წელს ხარ? 59-ის. მე რა უხუცესი არის კაცო? მე ვიცნებია წელიწადში. 50 წლის რამდენი წლისა ჩააბარ გიდების სკოლაში? 56-ის. 56 წლის ჩააბარ გიდების სკოლაში და დაამთავრა. კი, მაგრამ მთელი ცხოვრება თქვენ აქიდან ხარ ჭიათურიდან? მთელი ცხოვრება არა 55-ის დავიწყე და ახლა 4 წელია რაც ამ სფეროში ვარ. წესები გავიაროთ? აი გუგა გაგვატარებს. გავიაროთ, ჯერ ავიდეთ საცოცად მოკლედ კლდეზე საცოცად, ამისთვის რა არის საჭირო აგერ ვააგდებით და არის კამარი, ჩაფხუტი, თოკი და სხვა და სხვა. ავალ ზევით, გავამზადებთ თოკებს, ვიცოცებთ, მივიღებთ ემოციებს და მერე გადავალთ მღვიმეში. არის ისტორიული მღვიმე, ხელნაკვეთი, შიგნით არის სალოცავი მოწყობილი და ძალიან ლამაზი ხედი არის იქიდან დუნებაზე. დანარჩენ ადგილზე გაჩვენე. ხო, საშიში ესეთ გადასახები. ხო, საინტერესო გადასასვლელია, თან ცოტა საშიში სიმაღლის ეშინია. შენ საშიშის ეკვივალენტი რო გაქვს საინტერესო. მიყვარს. კარგია სიტყვა საქმნიშნულობა. აი როგორ უნდა ავარჩიოთ თოკი, რო უთხრა ჩვენს მეგობრებს. თოკი კი არა და კამარი. კამარს ვარჩევთ იმისთვის, რომ იყოს კომფორტული, უსაფრთხო და შესაბამისი იმ აქტივობისთვის, რასაც ვაკეთებთ. შესაბამისად ჩვენ ვცოცავთ კლდეზე ხა. ხო. კლდეზე ცოცვისთვის გვაქვს ესეთი მსუბუქი კამარი. და ამას თავისი ის აქვს, ხო, რაღაც სერტიფიკატი და რაღაცა. კი ბატონო, თავისი პატარა სერტიფიკატი აქვს, თავისი პასპორტი, რომელიც არ უნდა მოვაჭრათ, სანამ არ დავაპირებთ მის გადაგდებას. რომ ვიცოდეთ, რომელი წლის გამოშვება არის და რომ არის უსაფრთხო. ხო, ანუ მთელი მუღამი რა, იცი, აი ამ ეს გინარჩუნებს სიცოცხლეს რა. და მსგავს რაღაცებზე არის დანიშნულოვანი ყურადღების მიქცევა. აი ძალიან. ეს შეიძლება მინდორში თქვა რომ არაფერია და რაღაცა. ხო ერი არის ხოლმე. კი, სიმაღლეზე სხვანაირად და მე იქ უკვე როგორ აიცი, აი ნახავ როგორცა. შენ ცხოვრება რა მაგაზია დამოკიდებული, სიცოცხლე. კი, და მეწყვილესი. ხო, ვისი ჭიროს თო. ნიკა უფრო გამოცდილია. არა, არ ვაკეთებთ რა, აქ. მე არ მაგიარებთ აქ რა. აი და თოკები როგორ არის? რაღაცა ორნაირი თოკია, ხო? ეგ რო გითხრა. თოკები ძირითადად იყოფა ორ სახეობად, სტატიკური და დინამიური, ერთია რომელიც იწელება, მეორე რომელიც არ იწელება და ჩვენ ცოცვაში მთაში და ასეთ აქტივობებში, სადაც გვაქვს მოწყვეტა, იქ ვიყენებთ წელვად თოკებს. რატო? იმიტომ რომ მოწყვეტის შემთხვევაში ხერხემალი არ დავიზიანოთ და არ ქონდეს დარტყმა, ასე ვთქვათ, დაცვის წერტილზე. და სამაშველო სამუშაოებში და სხვადასხვა სპელეოლოგიაში მაგალითად იქ გამოიყენებენ უკვე რომელიც არ იწელება. ხო, იმიტომ დარტყმები იქ ნაკლები. მიხვდი მარიშკა? მარიშკა კი, მაგრამ არ მომეწონა. რატო? რომელი არ მოგეწონა? ანუ რომ მოწყდებ ეს თოკი ისე იწელება, რომ იქ დაცვის წერტილს დიდი ჯაფა არ დაადგეს, უფრო გადანაწილდეს ეს დარტყმა. სიტყვა მოწყვეტა არ მომეწონა. მოწყვეტა? ნუ რას იზავთ ახლა? შეიძლება არც მოწყდეთ. მოწყვეტა რომ განიხილება არ მომეწონა. შემთხვევით ხო შეიძლება ექსტრემალური სპორტი რატო მსგავს შეიძლება მოხდეს რა. ეხლა ნინუცა მოვა, ჩაიწმევს კამარს და წავალ ზემოთ რა. ხო? კაი ბატონო. დასტური. კი. ჩაცმაიცი კამარა. всё, ჩაიწვი, ნახოწუმა. ეს და უნდა ქონდეს. უბრალოდ. იო შეგრუპნები რე. ხო. აიტა. არა. всё, ძალიან მოხდა.
გუგა всё შენ დღე ამ მინუცას დღე შედგა კი ეს მივიღე ძალიან გავხდარი ხარ აი ეს კომპლიმენტი რომელიც მე გამოვიდით კედელთან, აი ეს არის საცოცი არეალი რა, მთლიანად და აქ არის ყველა სირთულე. გუგას დამუშავებული აქვს აქაურობა და საერთაშორისო ნუმეროლოგია არის, ხო, სწორად ვამბობ? კი, ფრანგული. ხო, ფრანგული რა და აქაურობა არის შეტანილი როგორ გითხრა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვისაც ცოცხლა უყვართ და ცოცხლები დადიან ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებში, აქაც ჩამოდიან სწორედ ამ ადგილზე საცუსად რა. ვინც ცოცხლა იცის, ყველა ხედავს აქ მარშრუტს. სად უნდა გაძრო, როგორ უნდა გაძრო. არა მცოცავისგან კითხვა ფრჩხილები რომ აქ გრძელი რანაირად ვაპირებ მე ხა ცოცვას. აი ჩვენ სადაც ვიცოცებთ. აქ არ ვიცოცებთ, ხო? არა, აქ ვერ იცოცებთ, თორე მიდი ხო, ცადე. მეც ეგ უნდა მეთქვა, აქ ვერ ვიცოცებთ მეთქი. იქაც არ ვიცოცებთ. ყველაფერი კარგადაა. ხო. და ისა რა, ბევრნაირი მარშრუტია რა და ბევრი ჩამოდის. კი ბატონო, ძალიან ბევრი ჩამოდის, იმასთან შედარებით, რაც ადრე ჩამოდიოდა 10 და 15 წლის. ო, ანუ გაბაზრდა ხა რა. გაბაზრდა, მოკლედ ქართველებმა და უცხოელებმა კიდე უფრო მეტმა და მეტმა დაიწყო. კიდე რა უნდა გითხო, იცი? ეს უცხოელები ბაზარი არა, რომ იქ კულტურა არის და ჩვენთან რა ხდება მაგ კუთხით? ჩვენთან ნელ-ნელა ვითარდება, მოკლედ, ჩვენ რო დავიწყეთ 20-25 წლის წინ ცოცვა, იმასთან შედარებით 10 ჯერ და 100 ჯერ მეტი ადამიანი ცოცავს. უფრო პოპულარული გახდა. უფრო პოპულარული ხდება და მასობრივი, კი. გუგა შენ უკან ნახე რატო იცი ჩემზე ნერვები ეშლება რა. ჯერ ფეხი ადგი, ფეხი ან თავა. ხო, გეხვეწებით რა ბევრს ვლაპარაკობთ. გითხარი? გითხარი? გუგა საჩუმებს ნინუცა ცოცოზე ბევრს ვლაპარაკობ ჩემი. შეიძლება ვილაპარაკოთ. მარნივ წავიდე? არ ვიცი. Let me tell you how it goes. I know that flow. I will show ya. You ain't never gonna feel you need to see it. You got it in ya. Do you feel it? Yeah, you do. Do you want it? I know you do. Never look back. All you gotta do is jump. Let them know who you are. You got it in ya. Jump, jump, jump. ნიკა უნდა დავეშვა. მეწყება. ეხა გუგა ამოცოცდება მოგეხმარება ფსიქოლოგიურად. კაი. ოღონდ გუგა ბევრი არის ლაპარაკო. აი ნახე გუგა როგორ ცოცავს. ბიჭო მაგარს უბერავს აქ. ძალიან. ხო. ეს ბლოგი იქნება. იმაზე რა ქვია, როგორ დავძროთ შიშები რა. ან როგორ დავძრო. დიახ. ძალიან ხო მარტო მე ვიყურე. შენ გიყურებ. ხო. ისე დაცვაზე როცა ხარ თოგზე ხედა აუცილებელია და ყოველთვის უნდა უყურე სუბიექტს ვის დაცვაზეც ხარ. მე იქ შემოდი. რეაფერადაზე ვერა ვარ. ანუ ამ ხოდით თუ იქნება აი 10-ამდენია 15-ამდე. და აი გადასახა აი რაღაცნაირ გადასასვლელი. რთული არ არის, რთული არ არის, მაღალი არის რა. всё, ეგ არის თოგზე ხარ. всё, გუგა გავუშვი თოგზე არის. ზუსტად ვიცი რომ ბოლომდეა ხვალ. ფეხს გაიხადე. ხო, მე და მარიშკას გვაქვს აზიარო ფეხსაცმელები. ნელა, აი, ყოჩა. მაგარი ხარ. ჩარტყი. ხა. ყევია, პირველი ემოციები. გული მაგ ამოვარდნაზე. იქან გალეწოვ, ხო? დედაშ ლოკო. ძალიან მაგარი იყო. დედაშ ლოკო. ფეხით გიგან. ნუ. აბანინს მეორე მცდელობა. ავაჩ.
მარიშკა ეგეთი ბედნიერი აი ვერ აგიხსნი რა როგორი რაღაცა იცი იქ რო ხარ ჯერ ხო აზარტია ცოცვას აქ თავისი აზარტი უნდა ცადო და მიხვდები რა ცოცვის დროს ყოველთვის ჯერ ტვინი ხო გეთიშება სიამოვნებას იღებ და ის შიშის მომენტი რო დგება და თქვენც რომ კარ ნახობთ იმედიც რომ აქ და უცბად მიდი კიდევ ერთხელ შენც ხო თქვი და აი წამის მესაჯი უცბად გეთიშება ტვინი და ცხოველური ინსტინქტი ირთვება და აღარ ფიქრობ იმაზე რომ გეშინე და აკეთებ და გამოგდის ზუსტად ის რაც 5 წამისთვის გეგონა რომ შანსი არა ფეხის მოსაკიდებელი არა ხელის მოსაკიდებელი არ არის დასადგამი არა ვერ იძლევ იმიტომ რომ ხელი გიკანკალებს დიდი დატვირთვაა ხო სხეულზე უბრალოდ შვები ბოლომდე და ისეთი ბედნიერი რომ მე მეტირება კაცი და ხო იცი როგორ მეშინი მე ისე მეშინა და სიმაღლეს რომ ლიფტში ვერ შევდიოდი კიბეებით გადავდიოდი და გადასახეთიდან გადახედვის მეშინო და ეგაა ჩემი ზღვარი შიშის. კაი. მიყვარხართ. მზად არის ყველაფერი. წავიდი. აჰა, გამომართვი. პირველი წავიდე? არა. რატო? ეგეთია რომ პირველი არ წავიდე? არ მოწახუდე, სად მიდიხარ, ყოლო იცოდე და რომ მიდიხარ, სად მიდიხარ? დადექი. ოპა. და იძახეთ როდის გინახ გადასვლა და გაიშვით. საფუძვი გაიფარე თავზე გადასვლა. კი, ჯერ ვიდებ. ჩამჯდარი გადადი ნელზე. მივდივარ. არაფერი გიცეში. მე რა უკარ ნახეთ თუდათი და კარგად მოდის. და მიჭერგო უბრალოდ. აღარ შეიცადე რომ ჩანდე. ეხლა შენ ჩავყარ. მე ასმაშ. გადმოფურთხილდი. არც ეგეთი საშიში არის ხო? აი მე რა! ურასი მამაცია! აი მე კი მამაცია! ვეკარში ვართ ახლა ჩვენ. აქ არის ესეთი სალოცავი, ამოსაძრომია. საიდანაც ბუნებრივი წყალი გამოდის. აქ ეტყობა მომარაგებული ქონდათ, აი. საკურთხეველში ამოდის ეს წყალი. და არის ნაკვეთი ქვაში მთლიანად რა, ანუ ხელით გაკეთებული და კაი ნაშრომიც არის რა. აქ სამალავი იქნებოდა თავის დროზე და წარმოიდგინეთ მტერს როგორ გაუჭირდებოდა აქ შემოსვლა რა, შანსი არ არის რა. ისეთი დაცული აქაურობა. რომ აქ რამე ყოფილიყო ისეთი ინციდენტი. აი სად ჭორავს მარიშკა. ეხლა განახებთ. მარიშკა რა შვები? დედა ჩემს ვეჭორავები. მარიშკა ჭორავს. ნახავ რა ადგილიდან გეჭორავები.
აი ეხლა რა ვშვებით? ეხლა რა ვშვებით და მივდივართ თავარ ამბავზე Via Ferrata-ზე, რომელიც არის ულამაზესი და უმაგრესი. და მგონია გოგოებს დიდი სიამოვნება ელოდებათ წინ. ხო და ცოტა შეგვაშინე ისე შენ სხვათა შორის. უნდა გეშინოდეთ ხო? ხო. დიდია რა. ეგეთია? მაღალია ხო რა. ხო და შენ დააკვირდი რომ ნინუცამ გადალახა თავის ის ხო და ბოსო რა აღარ უნდა. ეხლა ბოსო მინდა ქვევით მე რა ჩავთვალე, ეხლა ჭირდები. ყველაფერს რომ მოილევს. მე ჭირდები ხა და მაგიტო რომ მოგინელებს. ხო მე დაგიხე. ეხლა ეს Via Ferrata აქედან რამდენი ხნის გზაზეა? აი 5 წუთის. ანუ მანქანით. ყველაფერი არის ერთ სივრცეშია ფაქტიურად ის გამოქვაბული ღვინეები სადაც უნდა შევძვრათ, ისიც აქვე არის რა, შორს არა. და Via Ferrata არის ერთ-ერთი უნიკალური Via Ferrata მთელ სოფლიოში, სადაც Via Ferrata როგორც ეს კლდეზე არის და აქ გამოქვაბულიც გაქვს გზაში. ღვინეში უნდა შეძურე და მე გამოძურე. ეგ არის უნიკალური მართლა. ანუ ბჭო, მაგარ ქვეყანაში ვარ. აი, ყველგან ვინმე გავცვით ეს ფრაზა, მაგრამ ეგრეა. ხო, მაგრამ ეგრეა. და შენთან ერთად მეც გავცვით ეს სხვათა შორის. დავაფასოთ. წავედი. ლევან, გამარჯობა. სალამი. მოკლედ, აი, Via Ferrata-s ერთ-ერთი დამფუძნებელი. კაი, რა ხდება აქ, აბა? ავალთ ეხლა, ცოტა წავი ჰაიკინგებთ და მე შევუყვებით იმ ვერტიკალს რა, თავისი ლამაზი მღვიმეებით, თავისი გადებულ მორებზე ზემოდან გავლით და ბოლოს აი სუპერ მაგარი საქანელა აი, იცი რა მითხარი? ეს Via Ferrata ვაფშე რა არის? Via Ferrata ეს ზოგს ნამცხვარი გონია ვაფშე და აქ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის რკინის საფეხურები, ანუ იტალიურად იტალიურიდან ეგრე ითარგმნება, რკინის საფეხურები, რომელიც არის ჩაყენებული კლდეში და იდეაში თუ არ ახარ პროფესიონალი მცოცავი და ხარ აი უდამწყებესი ტიპი ხარ რა. აი ჩვეულებრივად ადიხარ და იგივე სიამოვნებას ღებულობ, რასაც კლდეზე დაუშვათ ცოცხლ. გიო, ნახე, იცის გვირგვინის გაკეთება და გაკეთებს. ვაუ! ნინუცას გაუკეთებ? ხო, უკეთებს ნახე. მართლა იცი და ხო, აბა რა გონია. დადიოდი, სად ისწავლე? სად ისწავლე და ამის კურსები მაგ გავლილი მე. სამაშველოში ხო? სამაშველოში. გოგოებო, მოგწერეთ, მიდი მარიშკა, მიარეკლამე ხა გიო. გიო? ხო. ნომერ პირველი გიდი მაშველი და კეთილი გულიანი ადამიანი, აი გიოსნაირი კეთილი. ოჩა, ჯიგარი. გიოსნაირი კეთილ ადამიანს ვერ ნახავთ ვერსად რო იცოდეთ გოგო. და მზრუნველს. ამნაირი ბიჭი არის. თან ფორმაშია. უცალოდ არის, უცალოდ. ხო და თან 100,000 კაზეო ცოლი მომყავსო იძახის და სულ რაღაც 50,000 ადამიანი გვაკლია მაგამდე და უნდა დაიწყოს. ფული შეგროვება უნდა დაიწყოს. ფული შეგროვება კი არა, გვაგვირილები შეგროვებას იწყებს აგერ. აგერ გვირგვინი არ მოგაკლდებათ. აი მაშველი სახში გეყოლებათ. იო. რავი. ამოიღე ხმათ. რა, რაღა უნდა ხო, თან ბევრს ალაპარაკობს უჩუმად არის. რამდენი კილო ხარ? რამდენი კილო ვარ და 65. სიმაღლე? რავი, 70-მდე. ზოდიაკოთი რა ხარ? ზოდიაკოთი ვარ კურო. თვალისფერი? რავი, რამფერი ვარ. წვანე. აჰა, კაი ბიჭია, ხო? წვანე თვალება ბალღები გეყოლებათ. აი, სასიძო ბიჭი ყავს. ერთ წელიწადში კი უწევს თოვლის მოყვანა. დავასკვენი რომ ყველაზე ცუდი ბოსი მე ვიქნები. არა, ჯერ ეს კაცი. იმიტომ რომ შენ დაგაკვირდი. და ძალიან ბევრი ცუდი იდეა მქონდა წინა გადაღებაზე. შენც გაკვირდები. ძალიან ბევრი ცუდი იდეა მქონდა ამ გადაღების დროსაც. არა, აზი არ ხარ. შემდეგი ბოსობის დროს მე მიყურეთ რას გიზამ თორევეს. კარგი, აქ თემა რა არის, იცი? ჯერთი რა იცი რომ შემდეგი შენ იქნები. როგორც დღეს ჩააწყო ნინომ რომ ვითომ ნინო გამოვიდა რა. მკვდეს თუ ჩამო. არ ვიცი, იმედია მე ვიქნები. მე ძალიან მინდა რომ თემა რა არის, იცი? ჩაწყობას ვერაფერში. ნინუცას ეხლა ჭირდები. ხო, მაგრამ მე შეგიძლია რომ რაღაცა გამიმეტო რა. შენ? ხო, დიდოში. ვაიმე! ვერ მიმეტებ? შენ ვერა. Midlife crisis. შუახმის ასაკის კრიზისი გამოიყურებას. ფანრის მაგივრად გვირილები ადგას ამას.
ნინუც მოიცა ფოტოს გადაგიღებ. აუ ეს არ მინდა რა. გინდა. სამნეილის ფოტოს გამოდგება ხო რა. აუ მართლა გადააღები. ოპა. ყველაზე კარგ სიტუაციაში მე ვარ. ანუ ესენი ერთიან ერთმანეთს. მე ვერ მიმეტებენ. მაინც პატარა ვარ რა. ხო და პატარას დრო რომ მოვა ორივე დიც რო გაწირავს. კი არიციან. გაიხევათ ამას ჩემი ბოსობის დროს და ისე რა შეგიძლიათ იცით? ცალკე პირადში მომწერეთ იდეები რა გავუჩვალიჩო და რასაც მომწერთ ყველაფერს გავუკეთებ. ფრიად გაოცებული ვიქნები თუ ჩვენ აქ ავალთ. გაზიანი წყალი მინდა ქვემოთ მანქანაში როა. აზიდვა მოხდება აქ. მე 15-ია. არა 10. ის ორი აზიდვა არ ჩაითვალა. ეხლა ნახა აზიდვები როგორ უნდა გააკეთო ბოსაკ. კედელზე? არა. არ არის აქ რა ქვია. ნიკა რაღაც ძალიან უხერხულ მოძრაობებს აკეთებ. მიდი გადაიდე. ეგ არ არის. ნიკა, მიწა. როგორ არ არის გიო ბანაკებს. ნიკა 45 წლის კაცი ხარ და ძალიან უხერხულ მოძრაობას აკეთებ კლდესთან. ნინუც, ჩემ ხელში ხარ აგრიან. გინე პრინცესა იყავ, გინე ისე დირექტორი. და ჯობია მე როგორი არის. ერთი გადაგაქ მე მეორე. ერთი ხელი. ანუ ორივე უნდა იყოს ყოველთვის ჩაბმული, ორივე უნდა იყოს სუთოქში, მიხვდი? ნიკა. ჰა. ეს უესე იქნება. აუ. შეშენია. ჰა? მაშინ ნუ. მარტო ფეხი დამოკარი, კარაბინოს ფეხი, მარჯვენა ფეხი. ამოკარი. აი ეგ. არ ვიცი, აი პატარა შეტევა მქონდა და დავისპასმე და ვერ ვინძრეოდი და გადამიარა. ნერვიულო, აღეშინია და ჯობია რომ პანიკური შეტევა აქ არ დამეწყოს. არა პანიკური ის თუ აქ იმისთვის ვარ რომ დავძლიოთ შიშები და ჩემი ძალიან დიდი შიში რომ არაფერს არ ვენდობი და ეხაც არაფერს არ ვენდობი, იმიტომ რომ ვიტყო დარწმუნებული რომ არაფერი არ მომივა და უსაფრთხოა, ესეთ შიში არ მექნებოდა, ჩემ თავს არ ვენდობი და გარემოს არ ვენდობი და ესაც ჩემი ფსიქოლოგიური პრობლემა. დავაპირებ ეგ დავძლიოთ. გუგა დიახ. შენ ხარ, არ ვიცი, მხეცი, არ ვიცი. ვინმეს თუ გინდათ რომ შიში დაძლიოთ, მე ხო ბოლომდე ჯერ არ დამიძლევია. პროცესში ვარ, მაგრამ აქამდე რომ ამოვედი, ცალსახად გუგას დამსახურება, იმდენად უსაფრთხოდ და მეხუმრება და რაღაცები და მოკლედ მიჭირს ცოტა ლაპარაკი, იმიტომ რომ შინაგანად შფოთვა მაქვს ძალიან დიდი, ვისაც აქვს ესეთი. ბოსი ვარ. აუ ადამიანი ვარ. და გოგო. აი გამარჯობა. ძალიან მაგარი ხარ ნინუც. ატო. ო. სათوار ხალხო თქვენ არ გესმით სათوار და როგორი შიშანა ვარ ეს მერე უკან უნდა გავიაროთ? არა, მე ფიქრობ. არ მჯერა სადაც ავდივარ. გუგა შენ ესე მოგიწევს ყოფნა ეჭვი მაგ. ეს დავდივარ. მე გვერდზე მაქვს ჩემი მარშრუტი.
გუგა, ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანებს ეშინიათ? კი, ხშირად არის ხოლმე რომ ბრუნდებიან, მაგრამ ხშირად არის ხოლმე რომ თავიდან ძალიან ეშინიათ დაწყება და მე აი გვერდზე რომ მიყვები და ამხნევებ და ეხმარები, მე ისე ეხსნებათ რომ აი ნახევრის ზევით უკვე თავს გარბიან. ასე რომ აი ნახოთ რა იქნება. აწი უკან მაინც ვეღარ მობრუნდება და. ნინუც? რა ვახა? ჩემ თავში ჩაკეტილი თავ გამანები და ფეხი გადავს სახეზე გადი. როგორ ახარ აბა? ჰა? ადი გაყევი შევხვდი. ეს არის რისი შიშინა? რისი? არა არ ვიტყვი. თქვი. რისი თქვი რა? რა, რისი მითხარი აბა? ანუ ხელი არ გამეშვა. გაგიშოს ეს აწახვა. რა, ნახევარი მეტი ჩამოსრიალდე მაქსიმუმ. და მე ისა ვიქეთ? ხო. ვატყობ რომ დაიღალე შუა კარაბინი ხო გაქვს? ნახევარიშკა და ჩაებმები რა მუცელი. ოჩახ ნინო. აი ბოლო ასლა დაგვრჩა თითქმის ავედი რა სიმაღლეა? ლევა საიდან სადამდე? აი ქვევიდა 70? თამამა ჩემი ძლია ვთქვა ესე იგი რა 70 მეტრზე აუცილებლად მოყევი რა ხდება? დასაწყისში შემეშინდა და ცუდად გავხდი, მე მეორე ეპიზოდი მქონდა შუა იმაში. მე ავტეხიკი უწევრი და ვთხოვე ბიჭებს რომ მელაპარაკონ, იმიტომ რომ როდესაც მელაპარაკება ვიღაცა გამოვყავარ იმ მდგომარეობაში, ან თუ ნახავთ ესეთ მდგომარეობაში შეგიძლიათ წყალი შემოსხათ, ცივი, ეგეც მშვენი. გინდა შეგასხა? ჰა? შენ არა ხარ ხო ჭკუაზე? რა? მე ვარ აქ ბოსი. აუ, ბოსი გახდა. ეგრევე. ზეგან ჩაჯმული იყო და ბოსი გახდა. მოდი, ძალიან მაგარი ხარ. მოდი, ამოდი. აქ მოკიდე ხელი, აქ ნუცოცავ. ნინუც ნახე, აი აქ მოკიდე ხელი. აი ეგრე. იუ! ოჩახ. მიდი გადადი. ძალიან მაგარი. ბრავო! ეხლა ნახოთ სად ვართ. არ გადაგიხედავ სად? არა, ვაფშე არ გადაუხედი. ფეხზე ვერ ვდგები. ხაები. რაო, მიდი. წამოდი ახლა გამოყევ. მოი. დაჭი კიდე გადაიხე. როგორ დადის იცი? თავში რო პირველად გადაიხედავ დაჭდები? მოდი, აი. დაჯიქი. რა არის არ მოვედი. არის გამოქვაბული. ნინო არაფერი არ არის, მიყურებ? მე როგორ გავთამამდი ცალი ხელით რო ვიღებ, ცალი ხელით მივდივარ. აბა რა, მომესწრო ბაღანა. არასო. ნინო არაფერი არ არის. ნახე? სო, იმარა ისა. ეხა მაგასაც განახებ. აჰა, შო. აუ, აღარა დგება, ხეთო ბიჭო. იმედია იქაც არ გაჭედავ ნინო. სად?
აი მარიშკა სადაც არის? Დუდუნ, სად მოვედით? აი ხა ჩვენ ღამურებს მოვაკითხეთ მღვიმეში და გაგაცნობთ. TikTok-ზე არის ტრენდი. ჩინეთში ძალიან დიდი საცოცი კედლები ხო არის და ზუსტად ესეთი ვიაფერატებია გაკეთებული, ოღონდ მართლა ღრუბლებში ხარ და ხალხს ემართებათ იქ რაც ანუ მე რაც დამემართა კიდევ ისეთი არაფერი არ აი კოლაფსი ემართებათ, კანკალებენ ვარდებიან ამ თოკებზე ეკიდებიან და ეგ მაქვს ნანახი. ეგ ვიცი ვიაფერატა. სად ნახეთ პირველად ვიაფერატა? ვიაფერატა ჩვენ ნახეთ სხვადასხვა ადგილას. პრინციპში გერმანიაში მაქვს მე პირადად ნანახი, გუგა შენ მე იტალიაში. იტალიაში. პირველად. მეორედ აქ. მეორე თქია. კაი, და მაგარი ტრენდია რა მთელ სოფლიოში ამ კუთხით ტურისტებს მაგრა აინტერესებს სათავგადასავლო ტურიზმი რასაც ქვია და ჩვენ მოკლედ პიონერები ვართ საქართველოს ძალიან გვიამაყ. ჩამოდიან ტურისტები? უცხოელები? კი, ძირითადი კონტინგენტი ამ ბილიგზე არიან უცხოელები. უცხო და ქართველებს ალბათ უფრო. იცი რა, მოდი მე დავამატებ რაღაცას. ქართველებს არ გვაქვს ეს კულტურა და ნელ-ნელა შემოდის. ადრე უფრო ნაკლები იყო, აი გუგამრას თქვა წეგან, ეხა უფრო მეტია. აქთან ყველაზე მაგარი რა იცი, აი კომპლექსური არის რა, ცოცხლად შეგიძლია, ვიაფერატაც, იქ მღვიმეები არის, იქ ტბა არის, ანუ ძალიან მაგარი მხარე არის და ბიჭები რასაც აკეთებენ, აი ფანტასტიკა არის, ამ კუთხისთვის კი არა, ვაფშე ყველასთვის. ესეთი წერტილები რო გაჩნდება, ბევრად უფრო მიმზიდველი გახდება სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთა თვის და სოფლიოში ესეთი ტურიზმი არის ძალიან პოპულარული. იმიტომ რომ ამის კულტურა არსებობს. ჩვენთან ეხლა შემოდის რა. ქართველებმა ამ ბოლო დროს დაიწყეს სიარდო რა ადრესი არ დადიოდა არავინ. თითოეულობა თუ გაივლიდა რა და ამიტომ ბიჭებმა აქ ხო გააკეთეს, ახლა კიდე სხვაგან აკეთებენ, ხო? კი, ორ თვეში დავანონსებთ და აუცილებლად თქვენ იქნებით პირველ გამსვლელ ჯგუფში პირველი კი თქვენი ადგილი გააჩნია. შენახულია. ერთი ისტორიკით უნდა მოინათლოს. შეჯიბრე გვაქვს უნდა მოვა ყველანო გამაგალი რა ალპინიზმიდან ცოცვიდან როცა სპელეოლოგი ხდები. მარიშკა როგორ ახარ? შადახოსება. ჯობია გატალახიანებულია შეჭაფხაჭაფ. აბალა. სალამო. არაფერი არ არის. რა თუ ხერხული არის. ანუ მარტო ეს მონაკვეთია იქეთ სწორდება? მე კიდე ამას ხელი და ისე გადა. ხელებით უნდა დავდგედო? ცალი ხელი დადგე და გახუხტები არა უშავს მიდი. ვერა. მარიშკა მიდი რა ვერა გამოქვაბულში ღვიმეში ხარ. ვერ გადავიღებ ესე. გადაიღე, მოკიდე ეს. შენ გადი იქე და გადამიღე. გიო გიღებს იქედან ეს მინდა, ეს კადრი მინდა სუბიექტური რა გჭირს, თო, კაი კადრი იქნება დამიჯერე. ნიკა, ორივე ხელით უნდა დავეყრდო. გაძურები რა რა გჭირს. მიდი მარიშკა. ვაუ! მიდი. მოკიდე ხელი. აიგრე. გაწექი. შენი თავი ბოსი ხო არ გონია? ვერ გავალ, ვერა. გაწექი. ზურგდაფხილად. იგე, აიგე. აიგო. ფეხებს არ ვადებ. აი წავადებ ფეხებს. შენ ჯინოზე. იკალებანიძე.
საერთოდ არ დაასრულე ხარ. მე დამესვარე. ხო არ დავისვარე. საერთოდ არა. უბრალოდ აი ეს მაგ ძალიან დასრულე. აბა ნიკა ნახოთ. იმას ავითი ის არის შერეკილებში რო გვირაბში ეძრებიან. ესენდა წავიდეთ ხო? ყოლა ლამაზია. აქედან გავდივართ საქანელოსთან. საქანელოსთან, რომელზეც ყველა მეუბნება, რომ ვერ იზამო. ხოდა ვნახოთ, აბა, რა არის ეგეთი. ქალბატონო მზია, ჯერ წარგადგინოთ. აჰა. ამოდენა ხალხს და მთლა 50000 კაცი ყავს გამომწერი და 500000 ნახვა თვეში. ეგ იმას ნიშნავს, რომ ასჯერ მეტი კაცი გვიყურებს, ვიდრე გვიწერს. ამიტომ ამ მომენტამდე თუ დარჩი ჩვენთან ერთად, ეგრევე დააჭირეთ ღილაკს გამოწერის, თორე ძალიან გავჭედავ. გაგიბრაზდებით. მოკლედ, ქალბატონი მზია არის ჩემთან ერთად. თქვენ ხო არ დაგავიწყდათ, რომ ჩვენ პრაქტიკულად იმერეთში ვართ, ხო? დიახ. ეხა აქედან მე ფეხის მომცვლელი ვარ, მთელი დღეა დავდივარ, ხაჭაპურზე მოვედი. ქალბატონი მზია, დავიწყოთ ლაპარაკი საჭმელზე. დავიწყოთ. კერძზე, ხაჭაპურზე. თქვენ კაი რაღაცა თქვით. რა ქვია, იმდენი კაპიკი რომ მქონდეს, რამდენი ხაჭაპური მაქვს გამოწყობილი ცხოვრებაშიო? სვერს მოვაწყობდი. რა ვარც გამეხარდებოდა მე ისე. ბევრი, ძალიან ბევრი. მე ეგრე ბევრჯერ ვაფერე. რამდენი ხაჭაპურიც მაქვს გაკეთებული, იმდენ წელიწადს კარგად იყავით. ეგეც კაია გამომადგება. ეხლა მითხარი, ადამიანმა როგორ უნდა გააკეთოს კაი ხაჭაპური? ახლა ადამიანმა როგორ უნდა გააკეთოს კაი ხაჭაპური? ჩემი საიდუმლოც გაგიმხილოთ. რასუშვები? უშვები რაღაცა? ამას არ ვამხელ. ამას არა. ძვირფასო. კაი, მაშინ რა შეგიძლია გამხილო? რო გავამხილო, უნდა ფქვილი. ეგ ხო? თავისთავად, უნდა საფუარი. ცოტა შაქარი, გააჩნი ახლა რამდენ საკეთებ. ცოტა შაქარი უნდა, ცოტა მარილი უნდა, ცოტა რადგან შეიძლება ყველსაც ქონდეს მარილი და მლაშე რო არ გამივიდეს, ამიტომ უნდა დავაკლოთ ცომს მარილი. ცომს დავაკლოთ მარილი, კაი ბატონო. მერე უნდა ცოტა ზეთი. კი ბატონი. მერე საიდუმლო არის, ხო? მერე საიდუმლო არის. რა ვქნათ ახლა ეს ქალი როგორ გამოვტეხოთ? არაფერი, საიდუმლო. მოდი მიშველი. სიყვარულით უნდა გააკეთო ყველაფერი, ძვირფასო და გამოვა კარგი და გემრიელი. მაგრამ მაგ ჩემი საიდუმლოება. ჩვენ სად ვიყავით? არ ვიცი, ახლა შენ რო იყავი, მე ზაკაზე ასე მქონდა მოცემული რომ გააკეთე 5-ზე. ამეთ მარიცოდნე რომ მე სიმაღლეს მეშინია და ნახევარი დღე ჩემი კირილის ყურება მოწევდათ. რომ ჩერები ხარ, ჩემო ლამაზო შენც გააკეთი ახლა, მოდი. ხელ დაიბა. ხელი მაგდა საბანი. სამჯერ თქვა უკვე და მე თქვი დაბანილი. წადი დაიბანე ხელი. დავიბან და დავბრუნდები. არ მოიწყინოთ ქალბატონო მზია, ეს კამერა თქვენი არის, ელაპარაკეთ რაც გაგიხარდა. აქეთ? თუ ვინმე იქით თუ აქეთ წავ? თუ ვინმე მგაწყენინა, თუ ვიღაცამ გაგახარეთ, აგერ უთხარით მოისმენენ. არავინაც არ მაწყენინებს, ჩემი მწყენებელი აქ არავინ არ დაიბადება. როგორ ისწავლეთ ხობა? ой, ხობა ვისწავლებ დაახლოებით ვიქნებოდი ასე 9-10 წლის. 9-10 წლის ხაჭაპურსაც. ხაჭაპურსაც ვაწყობდი, თორნისპურსაც ვაწყობდი და ფეჩზედაც ვაწყობდი პურს. არ მოჭრა. ასე? აკა? აქ რა ხდება ეხლა? ყოველდღიურობაში. ყოველდღიურობაში გები დილას ბატონო. დილას რომელზე? დილას 6 საათზე, 6-ის ნახევარზე. არ უნდა მასე. არ უნდა მასე. თქვენ დედამთილი ხართ? კი. როგორი დედამთილი ხართ? რა ვიცი. რა ვიცი, ჩემს დას უნდა გითხოთ მაგ. საიდუმლო არ არის კაი ყველი? კაი ყველი, უნდა ჭყინტი ყველი. აი ჭყინტი ყველი. და არა უშავს მე რა.
ეხა შევკრა? დიდი ასე ნელა ააწყვე. ყველი რამე განსაკუთრებული უნდა? ჭყინტი ყველი უნდა აუცილებლად. ეგ ეხლა ვთქვი, არ გვისმენდი. და რამე აქ ნიკა ძალიან სტრესული მომენტი მაქვს აქ. მიდი, ნუ გესინიეთ. არ ნერვიულო თუ არა, უფრო გლახა გამოგივა. ამაზე გლახა რაღაცა უნდა გამოვიდეს. ყველი სამოყვანაში რა ხდება? ეგ არის საიდო. ყველი სამოყვანას ბატონო უნდა შემთფარი რძე. ცივში ვერ ამიიყვან. თქვენი ყველია ყველის. აბა. კაი ჭყინტი ყველი კაი. კარი ჯამში. ჯამშია. სახს ჩამოსულიყავით ჩემ. რა უქნა კლდეზე ამიტყდა ტირები. რა ჯანდაბა გინოდათ კლდეზე გოგო, რაი გოგო. იცი რა, კაი იყო. არ ყოფილ ხარ თქვენ? რატო? ახლა იცდია წახვა. სადა? აი ესენ სადა დამოყიალო. მიცდია კი არა. ახლა ყველაფერი მოჩანს მაგრამ გაჩვენეთ. რა, ნამყოფი ხარ? იმ კლდეზე თქვენ რო ახლა ბაცრებით დადიხარ, ფეხით ავდიოდი მე და თხები ჩამამყავდა იქიდან. შემოგე. აბა თავის ტიკნე. მე რო ღნაოდი ნახევარი დღე ეგზისტენციალური კრიზისი, თქვენ ესე ჩვეულებრივად სამშაბათს ადიოდი და თხებს უკან ყრიდით? სამშაბათი იყო თუ ოთხშაბათი, რა ვიცი რომელი დღე იყო. ასე მეთქი სამშაბათსა. მოდი. ეხა ძალიან დავყოფილი, მოდი შევჭუპნი. გაიგე, მოდი შეჭუპნეო. ახალი სიტყვების სწავლი. კაი, ხა ძალიან დავკომპლექსდი. არა, რატო? იმიტომ რომ ისედაც რაღაცა უხერხული ამბავი იყო რა. მინდოდა ვაშკაცურა დასვა და რაღაცა ვერ ვქენი. გეშინიათ რამე ის? რა ვარ სიკვდილის? მაგისი კაკროს რო არ მეშინია. ჩემი სიკვდილის კი არ მეშინია. ხო. კაი, ეგ არ გვინდა ეგ ცუდი თემაა ძა. შეიჭუპანე. ისი მეშინია, ახლა აქიდან თუ გინდა ეგ ჩავალჯია თუ რაში მარტო ღამე. ახლა? თავარი საიდუმლო რაც არის. ნაპირებიდან კი არ უნდა დაიწყო. გულიდან უნდა დაიწყო. გული, ეგ ბებია ჩემს მეუნა. იმერლები ეგრე აკეთებენ. გულიდან და ყველი გავა ყველგან ერთნაირად. მოყევი ხლა გააგზელი. რა მოუყვე? აფტყელი. ახლა შეგვიძლია დავსვათ ტაფაზე, ცხელ ტაფაზე. ამო დავსვათ ტაფაზე. წერიყო თავის ჟარონით. და ამას რას უზავ? აქ იყოს ბატონო, მივიდეთ კიდე. ხო. გადააბა, არ შეგეშინდეს. არ მეშინია მე შენი კაჭაყურო, ცოტა გაგაფუჭე, მაგრამ არა უშავს. არა უშავს ისე. დასვენებას ახი ხე. იშვიათად. ვერ გავჩერდი, ვერ დევისვენებ, არ მაქვს დასვენების დრო. და სულ. ყავს პირუტყვი. დილის 6 საათს რო ვდგები და 6-ის ნახევარზე 3 ძროხა მყავს, 2 მოზარდი მყავს, ღორები მყავს, ქათმები მყავს. მოზარდი რას ნიშნავს? მოზარდი რას ნიშნავს? ხმოები, ხო, ხმოები. მიყვარს. აგიყვით ხარი. მიყვარს. მიყვარს. და თხა. თხები მყავდა იყო დრო დაახლოებით ახლა არის 1-15 წელიწადი რომ აღარ მყავს. ყველი არის ძამ ისა მოდეშტა გემრიელი. გემრიელი, მე ძროხასთან რო ურევდი, ძროხის რძესთან რო ურევდი, არის არაჩვეულებრივი. მარტო თხის ყველი არის უფრო თეთრი და უფრო მაგარი. ხო. და ლაქტოზა არ არის შიგნით და ამიტომ ვიცით ლაქტოზა არ უყვარს შეუძლია მიირთვას. და ძროხის რძესთან შერეული არის საუკეთესოდ გემრიელი და რა ვიცი უკეთეს ვერ შეჭამ ვერაფერს. დასვი ახლა მაგე და დაისვენებს. კაია. კაი, ითამაში მაშინ. არ შეიძლება. რატო? არ შეიძლება. ურის თამაში არ შეიძლება. აგრე. გაგვიდება. რა ლამაზია და სიმეტრია. ლამაზი. მოდი ნახე. მაგას მაინც მოაკვოცა. მოდი ნახე რა ლამაზია. არა, კარგად აქედან უნდა შეხედო. ძროხები გაბრაზებე? ძალიან. გაშვებული ყავს ხოლმე როგორა? გაშვებული მყავს. გაშვებული ზარები მოაქშებული ისე რომ ხმაგე ვიგონო, სადადია მესამე სოფელში დადიან. თქვენ ამ სოფელში დაიბადეთ? გათხოვდით. ამ სოფელში გავთხოვდი. რომელ სოფელში დაიბადეთ? ხვაციხეში დავიბადე და გავთხოვდი სვერში. ხელი როგორ გთხოვა? ვაი, მე ნუღა მკითხავ. მიდი რა, ხო, გიხვეწე. არ უთხოვია ხელი. ასე გამივიდა. უი, დედა. ასე გამივიდა, მაგრამ არა უშავს ახლა. აპატიე მერე? ხლა აპატიე. არა, ძალიან კაი პიროვნება არის ახლა. აქ პეტრე. ეგ პეტრე. ეგ ყველას აქ ახლა ეს. ძალიან კაი პიროვნება არის. ჩემი მეუღლე.
თქვენ ახლა ეგეთი ლაღი ხართ, ესე იგი კაი პიროვნება. მაინც ახლა ჩემი პრობლემა სხვას არ უნდა გადაედოს. სხვასთან უნდა იყო ხალისიანი, მეგობრული და რავი, თავისუფალი. სხვასთან რო ვიტირო ახლა მე იმ ჩემ პრობლემას ის ხო ვერ მომიგგვარებს. კი, მაგრამ მაგას რამ ხოლმე შეგნება უნდა, მაგალითად გადასარევად პტირი ვარ. გადასარევად მარტო რომ შეიძლება მეც ბევრი ვიტირო. ახლა იქნება დეგუსტაცია, თქვენ თვალს დახუჭავთ და გაახელთ კადრი და გხდებათ დეგუსტაცია. თუ ახლოს გაქვთ სამზარეულო, გაიქეცეთ რამე აიღეთ, იმიტომ რომ მოგშივდებათ და შევაჯამოთ დღე. კი ბატონო. კარგია რომ სამმა დავიწყეთ და სამი ვასრულებთ. ვაუ. ეგეთი იყო რა, ეგეთი რთული დღე იყო. რა არიცი? აი ხო ბიჭები რაღაცა ცოცვა და ბამ და ბუმ. აკორდეონზე უყრავს ლევან. ლევან. აკორდეონი რა. ბელა ჩაუა? ბელა ჩა. Ходит. Украл. Bella ciao, bella ciao, bella ciao, ciao, ciao. Oh, esa acordioni, lamazia. აი აკორდიონი. არა, ძალამაზე ახლოდან არ მინახია. ჩამოუარე ხა. გაუკარეთ ასური ნინო არის მოსული. ძალიან კაი. ბრავო! ბევრი რამე იცოდი და საუკეთესო. ეს არ იცოდი. მაგ არ ვიცოდი. არ იცოდი. სად ისწავლე? ჩემი. შენ. ცოცვის დროს. ვიაფერათა. კაი, ერთი კითხვა მაქვს რა, სანამ დავასრულებთ. ჩვენგან მოგედო უსაშველო დასრულება. დღევანდელმა დღემ რა გასწავლა? ხაჭაპურის სკოლა. არა, მზიადეი და არა იქ ჩემი საქმე ვიცი გავანებე მაგას. არ გამო. ამაზე გამოგივიდა. აუცილებლად უნდა გააკეთო. სადო? სი. სწავლით არ ვიცი, მაგრამ ერთი კაი განსაცვიფრებელი ადგილი კი მოვანახულებინეთ ამ ხალხს. კი ბატონო. და ამ ადგილს ხო და მაგ ადგილს ვუკავშირებდი მე მაგ კითხვას, მაგრამ მაგრა იოშკაც, აი მაგრა. თქვენ კი დილაობით მიდიოდით იქიდან თხების ჩამოსარეკად, მაგრამ ჩემთვის ვაშკაცობა. ბაზარზე გამოვაბით და მაინც ცოტა, მაგრამ გადავა. გადავა. ო, აი ძალიან მაგარი ამბავი არის რა, მართლა. პატარა ნაბიჯები ხო და რო დაიწყებ. აი, იგამზიადეი და მოდით ეგ თქვით. არა, ეგ მოდი, თელი საღამო შეგიღებ რა. აი, ეგ ვისწავლეთ ჩვენ. პატარა ნაბიჯებით რო დაიწყებ თავი და ნელა-ნელა ბორძიგით მე გეიმართები და კარგად გეივლი. აი, ეგ. დღესედაც და ბაზარზედაც. ამაზე მეტი თქვენ ინფორმაცია არ გჭირდებათ. ეს ვისწავლეთ ჩვენ. თქვენ კარგად შეკარეთ. ხო და აქაურობა ეგეთია რა, აქ რო ჩამოდიხარ, ბევრ რამეს აღმოჩენ შენ თავში რა. ისეთი ამბავია, ცოცვა, ბუნებაში ყოფნა, სიძნელეების დაძლევა. ადამიანები ვინ ხვდებიან. ნუ ადამიანები განსაკუთრებით რა. ადამიანები რო არა, აქ არაფერი არ იქნებოდა, ხო? ანუ ცარიელყდები იქნებოდა. დავამშვიდობოთ? ნახვამდის. ხალხო, მადლობა. და კიდე გელოდები. პირიქით, მადლობა თქვენ. გამოგვიწერეთ რა. გამოგვიწერეთ, ნინუც. ხო. გამოგვიწერეთ? არ ვიცი მე დედა მაგას ვინც იცის ის გამიწერს. დააჭერდა всё. Subscribe. და ყველა გამოაწერინე, თუ კაი რაღაცებს. ჩემი შვილებიც გამიწერენ ამბავს ყველა. წავედით ახლა სახში. კი. დავალებთ, ახლა როგორც მოსვლით გავახარეთ, ისე წასვლით გავახაროთ.